თუ ჩემი მეგობარი ყავას ყიდის, ჩემთვის ის უკვე საუკეთესო ყავაა მსოფლიოში და სიამოვნებით დავთმობ თუნდაც Starbucks. თუ ის სათვალეებს ქმნის, მე მისი პირველი მომხმარებელი ვიქნები. სიამაყით მოვიხსნი ყველა ბრენდულ ლოგოს და მისიას მოვირგებ. და თუ ერთ დღეს გადაწყვეტ smartphone-ის შექმნას, მე მზად ვარ უარი ვთქვა ყველა ტექნოლოგიურ გიგანტზე და მის იდეაში დავინახო მომავალი. ჩემთვის მეგობრობა სწორედ ასეთია. არჩევანი, რომელიც გულით კეთდება და არა ლოგოთი, მაგრამ ეს ვიდეო მხოლოდ მეგობრობაზე არ არის. ეს არის იმ ადამიანებზე, ვინც გაბედავს, ოცნებას საქმე დაგწევს და პატარა ბიზნესით დიდ სამყაროს გამოწვევას გაუგზავნის. ისინი არ ელოდებიან იდეალურ მომენტს, თავად ქმნიან მას და სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა. განსაკუთრებით ქალ მეწარმეებს, რომლებიც ხშირად ორმაგად რთულ გზას გადიან. მე არ მინდა ვიყო იმ სისტემის ნაწილი, რომელიც ვიღაც უცნობს მეათე ფუფუნებას უმატებს. მე ვირჩევ ვიყო იმ ისტორიის ნაწილი, სადაც ჩემი მეგობარი პირველ წარმატებას აღწევს. არ აქვს მნიშვნელობა გამოუვა თუ არა. ხანდახან ვერ ვიაზრებთ, რომ როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ხელნაკეთ ნივთს, უბრალოდ პროდუქტს კი არ ვიღებთ. ხელში გვიჭირავს დრო, შრომა, ფიქრი და ემოცია. ეს არის დღეებისა და თვეების ნაფიქრი, ოცნება, რომელიც ფორმად იქცა.